ეკა ბახტურიძე 3 წელია ახალციხეში ნახევარ ფაბრიკატებს აწარმოებს. აქ თქვენ შეხვდებით მესხურ ტრადიციულ აპოხტის ხინკალს, სხვადასხვა შიგთავსის პელმენებს, ხინკლებს და სხვა პროდუქციას. თავდაპირველად საწარმოში 4 ქალი მუშაობდა, შესაბამისად წარმოება მცირე ზომის იყო. თუმცა ევროკავშირის მხარდაჭერით დღეს უკვე რეგიონში 2 ფილიალი აქვს. ამ ეტაპზე ორივე საწარმოში 18 ქალია დასაქმებული. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მიღებული 10,000 ევროიანი გრანტით მეწარმე ქალმა პელმენების დამამზადებელი აპარატი, შოკმაცივარი და გენერატორი შეიძინა, რაც მდგრადი წარმოებისთვის აუცილებელი იყო. ავიღე გრანტი და შევიძინე მათი დაფინანსებით შოკმაცივარი, პილმენის აპარატი, გენერატორი, რაც აი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, ინვენტარი რო იყო ჩემი საწარმოსთვის. მისი შეძენის შემდეგ ფაქტობრივად წარმოება გავზარდა 50%-ით. პილმენის აპარატს თუ ჩვენ ხელით ვახვევდით, ვთქვათ, საათში 7 კილო ან 10 კილო პილმენს, საათში უკვე პილმენის აპარატის შეძენის შემთხვევაში ვაწარმოებდით 120 კილო პილმენს. საწარმოს დამფუძნებლის თქმით, საკუთარი ბიზნესის გაზრდასთან ერთად მისი მიზანი იყო რეგიონში მცხოვრები ქალების დასაქმება და მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობა. სწორედ ეს არის მიზანი იმისა, რომ საწარმოში მხოლოდ ქალები არიან დასაქმებულები. მათ შორის არიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რეპატრირებული მესხები და უკრაინელი ლტოლვილები. დასაქმებულები მყავს სულ ქალბატონები. ჩემი იდეა იყო ის, რომ რაც შეიძლება ქვეყანაში ჩვენს კუთხეში იყოს ბევრი ძლიერი მატერიალურად უზრუნველყოფილი ქალი. ესევე მყავს ეთნიკური უმცირესობის ქალები, თურქი მესხი, სომეხი ეროვნების, უკრაინელი. პროექტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა ტრენინგები და კურსები, რამაც შეძინა პროექტის მონაწილეებს ცოდნა და პრაქტიკული უნარჩვევები. მონაწილეებმა არა მარტო ახალი თეორიული ცოდნა მიიღეს, არამედ საშუალება მიეცათ გამოეცადათ იგი პრაქტიკაში. ეკა ბახტურიძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სხვა გრანტიორებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა. მისივე თქმით, მიღებულმა ცოდნამ და ახალ კავშირებმა მას მისცეს შესაძლებლობა მომავალში უფრო ეფექტურად იმუშაოს. ექსპერტ ჯორჯიას მხარდაჭერით არაერთი ტრენინგი ტარდება დღემდე. ფინანსური მხარდაჭერა, საგადასახადო კუთხით, ფოტოსესია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გვერდის პიარი, თუ როგორ უნდა მართოთ გვერდი სწორად, მისი კონტენტი და ასე შემდეგ. ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში 36 და ქვემო ქართლში 33 მცირე და საშუალო ბიზნესი დაფინანსდა. გრანტის ყველაზე მცირე ოდენობა 2,600 ლარი იყო, ხოლო ყველაზე დიდი 171,000 ლარი. პროექტის ფარგლებში დაფინანსდა მესხური ფურნე, საკონდიტროები, პურის საცხობები, სილამაზის და ესთეტიკის ცენტრები.